ერთ-ერთი აფხაზი მოვიდა ამათრია თმებით ზემოთ 10 წუთით ყავდა შვილი მოკლული და მიმიყვანა ჭასთან იქ ჭაიყო საღდა სავშუა იმით გაკეთებული რაღაცა თიხისგან და ჩამახედა ჯერ ჭაში და დავინახეთ ჩემი სახე და ფოთლები იყო ჩაყრილი წყალში ისე და იქ იდგა 7 ახალგაზრდა და 2 მოხუცი ეხლა ნახეო შენიო ქართველები რა აკრობატიულ ნომრებს შეასრულებენო და ჩემ თვალწინ დედა ახალგაზრდა ფიჭები და მოხუცი 2 ქალი აი ასე ერთი ხმის ამოღების უფლებაც არ ქონდათ ისე ცოცხლად ჩააგდეს იმაში აი ასე ქონდათ თმები ჩემი გადაწეული და ჩამახედე ჯერ და რო ჩააგდებდნენ ჩამახედავდნენ ფეხების ზემოთ და მარტო ყვირილის ხმა მესმოდა ой დაიძახებდნენ და უკვე ჩაგდებული იყო წყლის ხმა მესმოდა შულო რო ერთმანეთზე აგდებდნენ ამა და ბეტერი იყო თუ არ ვიცი მე იქ ტანკი იყო ამ იმას მიარტყა იმას ჭას და ჩავარდა ის რა ქვია მაგას ბეტერის ის იმაში აი ისე დახურეს ეჭა სასწაულად მერე დრებით იყო ყველაფერი მოფენილი და აი ისე მაწამებდნენ რომ ერთ-ერთმა აფხაზმა მოკლული ბიჭების გვამები რო იყო იქ ერთ-ერთ თავის ქალაქ და ახდილი წამაგზია შულო იმ თავის ქალასთან თავი ჩამაყოფია ფეხებით თავის ქალასთან და ის შტიკნოჟი ქვია თუ რა ქვია იმით თვალი ამოიღო ახალგაზრდა ბიჭის თვალი პირი სახეზე დამალტო ფეხები და პირი გამაღებია და თვალი გადაყლაპე